რატომ თვლით, რომ ქართული ოცნება ხელისუფლების საკანონმდებლო უზურპაციის გზაზე დგას, ეს განცხადება თქვენ მედიით გააკეთეთ? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე ვდგევართ. მე გახდით წინამოწვევის პარლამენტის წევრი და მეტად თვალსაჩინო იყო, როგორ საკანონმდებლო პოლიტიკას ახორციელებდა მართველი პოლიტიკური ძალა, როგორ თანდათანობით მან ინსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებარა ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც მეტად მაღალ ხარისხს საჭიროებენ დამოუკიდებლობის. ესეთი იყო პროკურატურის შესახებ კანონი, რომელიც მიიღო მმართველმა ძალამ და მიუხედავად ვენეციის კომისიის მეტად ნეგატიური დასკვნისა, სადაც მითითებული იყო, რომ ეს კანონპროექტი არ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზანს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ნება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის სახით შეუზღუდავად დომინირებს მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხში და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ მაინც მიიღო ესეთი კანონი პროკურატურის შესახებ და ასე ვთქვათ, პოლიტიზირებული პროკურატურა შენარჩუნებული იქნა და კიდევ უფრო მეტად ინსტიტუციურად დაიქვემდებარა მმართველმა ძალამ. სასამართლო რეფორმის ტალღებად მონათლული, ასე ვთქვათ, რაღაც ცვლილებები სასამართლოში საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ იუსტიციის საბჭოზე ახორციელებს კონტროლს მმართველი ძალა, ხოლო ეს იუსტიციის საბჭო ფაქტიურად აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას, ისევ ის ნიშნავს მოსამართლეებს, სასამართლოთა თავმჯდომარეებს, კოლეგიის თავმჯდომარეებს და ასე შემდეგ. ჩვენ ნახეთ, როგორ დაიქვემდებარა საკონსტიტუციო სამართალწარმოების და საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლო და მის მიერ განხორციელებული კონსტიტუციური კონტროლი, ხომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. თავისთავად აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენი კონსტიტუციური მოწყობით ისედაც მთლიანად კომპლექტდება მმართველი ძალის მიერ, არასამართლიანი საარჩევნო სისტემით მივიღეთ საკონსტიტუციური უმრავლესობა მმართველი ძალისა პარლამენტში და ფაქტიურად ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც დარჩა სახელმწიფო ინსტიტუტი, მისი კონტროლის მიღმა, ეს არის საპრეზიდენტო ინსტიტუტი და აი ახლა საკონსტიტუციო კომისიის გამოყენებით ხდება, ასე ვთქვათ, ამ ინსტიტუტის დაქვემდებარებაც, უმცირდება უფლებამოსილება ამ ინსტიტუტს და ასევე და სრულიად აუხსნელი და არალოგიკური არგუმენტებით, რომელიც ძალიან უსუსურია და ასევე ის შეიცვლება მისი არჩევის წესი. სამწუხაროდ რეალურად ამას ვერ შეეწინააღმდეგები. ეს პრობლემა ებმება საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, ძალიან მოკლედ ვიტყვი როგორ, ვინაიდან მოგეხსენებათ ქართული ოცნება ახლა ესეთი სერიოზული ოპონირების გამო, ასევე საერთაშორისო აქტორების ჩართულობისგან გამომდინარე, იძულებული გახდა იმ დათმობაზე წასულიყო, რომ საარჩევნო სისტემა პროპორციულ მაჟორიტარულ სისტემაზე ეთქვა უარი და თანხმობა განაცხადა პროპორციულ სისტემაზე და ისიც განაცხადა, თუმცა დაგვამადლა ყოველ შემთხვევაში, რომ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ მოხდეს აი ახალი საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის მიერ. აი თქვენ ალბათ ბუნებრივია გქონდათ შეხვედრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთანაც, აი თქვენი აზრით, თქვენი პოზიციით რა საკითხები შეიძლება მოხდეს მათ შენიშვნებში, თქვენ რა საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება მათთან შეხვედრაზე და რას ფიქრობთ, რომ კრიტიკული წერტილებია, რაც თქვა საბოლოოდ ასახვას პოვებს ამ დასკვნაში? აუცილებლად ამ კითხვაზე გაგცემ პასუხს, მე მინდა დავასრულო ის თქვენი შეკითხვა, რომ აი დატოვებასთან დაკავთ ხშირებით იყო ნათქვამი და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ნახავთ, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა იქნება, ასე ვთქვათ, ფორმალური, ზედაპირული და სინამდვილეში მაინც შეინარჩუნებს მმართველი ძალა ასე ვთქვათ, უსამართლო საარჩევნო სისტემას და ის შეძლებს უკვე რასაც აპირებს უკვე გაცხადებულია ეს, რომ გაუნაწილებელი ხმების, გაუნაწილებელი მანდატების მითვისებით მოიპოვოს ესეთი დაუმსახურებელი უმრავლესობა პარლამენტში, ხომ? აი ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევ არასამართლიანი წესით არჩეულ პარლამენტს მივიღებ და ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ეს იგივე იქნება, რაც მმართველმა ძალამ დანიშნოს მისთვის სასურველი პირი პრეზიდენტად და თუ ჩვენ ნახავთ, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ
და მაინც საბოლოო პროდუქტი ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა პასუხისგებლობას არ ავიღებთ ამ საზიანო პროდუქტზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში მანამდე ყველაფერს ვეცდებით რომ ეს არ მოხდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიმეორებ თუ მაინც ესე მოხდა, ჩვენი ძულებულები ვიქნებით დავტოვოთ კომისია. რა შეეხება ჩემს კიდევ ერთ კითხვას, ანუ რა თქვენი აზრით რა საკითხები მოხდება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში, თქვენ რაზე გაამახვილეთ მათთან შეხვედრისას ყურადღება? ყურადღება გავამახვილეთ ყველაფერზე, რაზეც შეიძლებოდა ამ ფორმატში მოგვესწრო ყურადღების გამახვილება. სამწუხაროდ შემოთავაზებული ფორმატი მეტად ქმედითი, არაეფექტურია სამუშაო რეჟიმისათვის, სამუშაობის თვალსაზრისით. ვინაიდან 4 ჯგუფი არსებობს მოგეხსენებათ საკონსტიტუციო კომისიაში. თითოეულ ჯგუფთან ვენეციის კომისიის წევრებს აქვს თითო საათიანი შეხვედრა, ნუ იქ რამდენიმე წუთით გახანგრძლივდება ხოლმე 10-15 წუთით თითოეული შეხვედრა. ეხლა ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, საკითხების დასაყენებლად და რაღაც პოზიციების გასაცვლელად, ხომ, კომისიის წევრებთან. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ამ პროცესში ამ კომისიას ერთგვარი არბიტრის როლი შეითავსოს და ის შენიშვნები, ის მოსაზრებები, რაც თქვენ გაქვთ, თქვა საბოლოოდ მეორე მხარემდეც მიიტანოს, თქვენ რას? იცით რა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნებ ესე მოხდეს და მათი ჩართულობამ იქნებ გარკვეული პოზიციები გამოასწოროს, რა განზრახულებებიც გააჩნია მმართველ ძალას და მე კიდევ ვიტყვი ერთ არასწორ ფორმატის არასწორობასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიის წევრებს დარიგებული აქვს დრაფტი, ეგრეთ ესე ვთქვათ, რაღაც პროექტი თუ რაცვლილებების განხორციელებას აპირებს მმართველი ძალა, მაგრამ ეს პროექტი, ეს დრაფტი ჩვენ კომისიის წევრებს არ გვაქვს და მეტად უხერხულობა იქნება, როდესაც ისინი კონკრეტულ მუხლში რაღაც კონკრეტულ ცვლილებაზე გვესაუბრებიან და ჩვენ ეს არ გაგვაჩნია. ნუ ეს ფორმა საერთოდ მუშაობის ესეთი არ არის ეფექტური, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ამ ფორმატში ჩაგვაყენა მმართველმა ძალამ, როგორც ვენეციის კომისიის წევრები, ისე ჩვენ.